გამარჯობათ, მოგესალმებით. მე ვარ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი და დღეს ძალიან საინტერესო ვიდეო უნდა შემოგთავაზოთ, იმიტომ რომ ეს იქნება ვიდეო ყავის მოყვარულებისათვის, ეს იქნება ვიდეო ტაროს მოყვარულებისათვის და ეს იქნება ვიდეო საჩუქრების და სიურპრიზების მოყვარულებისათვის. მაშინ ასე უყურეთ ბოლომდე და ლაიქეთ, ვისაც არ გქონთ გამოწერილი, გამოიწერეთ ეს არხი. მაშასე დავიწყოთ ყავის ნალექის განხილვით და ბოლოს იქნება ყველაზე ტკბილი დღის შემოთავაზება, დღის სიურპრიზი, დღის საჩუქარი. დავიწყოთ. გარედან რასაც ვხედავ, ეს არის ბავშვის ფიგურა, რომელიც არბის ზევით და მისი ფეხები, მის ფეხებს ქვეშ, ასე ვთქვათ, დიდი ხუთიანი წერია. და ამ ხუთიანის ქვეშ ქალი დგას და ამ ქალის ფეხებთან კი 3 წერტილი არის დასმული. რას ნიშნავს ეს? რომ რაღაცა თქვენმა ქალურმა ძალამ გააკეთა ის, შეძლო ის, რომ ძალიან დიდი წარმატებისკენ გექნებათ დიდი ნარბენი, დიდი ნახტომი, დიდი წინწასვლა, ამას ექნება დიდი ღმერთის 3 ენერგიის მამა ღმერთის სულიწმინდის მფარველობა და სტაბილურობა. თქვენ ამას იმსახურებთ. ეს არის თქვენი ძალით გამოწვეული წინსვლა. ასევე ჩანს ორი გზა. ორივე გზა გპირდებათ სიახლეს, მაგრამ არის რაღაც განსხვავებული. ერთი გზის შემთხვევაში ეს სიახლები ამუშავებს თქვენს კარმას და თითქოს არ არის ეს იოლი, მაგრამ სამაგეროდ შემდეგი გზა არის იოლი. შემდეგი. თუ თქვენ პირველ გზას აერჩევთ, მაშინ ავტომატურად მეორე გზაც იქნება. ამ კარმის დამუშავების შემდეგ, თქვენი დაღლილობის შემდეგ, ანუ დაიღლებით ამ კარმის რაღაცა სიმძიმეების დამუშავებით და შემდეგ აუცილებლად ისე წამოდგებით ფეხზე და რაც თქვი, აი ძალიან ძლიერი ნახტომი და წინსვლა და დიდი ნაბიჯები იქნება. ასევე ეს მეორე გზა, ანუ პირველი გზას რო დაასრულებთ, შემდეგ იწყება მეორე გზა. თითქოს დაიღალეთ, თითქოს გაჩერდით, თითქოს სტაგნაცია, მაგრამ არა, აი როგორც კი დაწვავთ ამ კარმას, ბევრი სიახლები მოდის, თან ბევრი არა ერთი და აღარ არის ისეთი მძიმე, როგორც პირველი გზა. მერცხალივით სიახლები შემოდის, რაც ძალიან დიდი სიხარულს გამოიწვევს თქვენს ემოციაში. ასევე ჩანს, რომ რაღაცა ჩაკეტილი, დაკეტილი ერთი და იგივე წრიდან გარღვევა ხდება. გადიხართ აქედან. ეხლა ნახეთ რა ჩანს, ხო, სურვილების ასრულება ჩანს კიდე, რაღაცა ჩანაფიქრები, რომელიც სრულდება. ძალიან საინტერესო რაღაცა არის ეხლა აქ. არ ვიცი ხედავთ თუ არა, რამხელა ნიღბიანი კაცია. ეს არის წარსულის მხარე და რას მეუბნება. თქვენ ცხოვრებაში იყო ადამიანი, ვინც შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით იყო სპეცრაზმელი, პოლიციელი, სამხედრო პირი. ან ეს იყო ადამიანი, რომელიც თქვენთან ურთიერთობას ძალიან მალავდა, რაღაცა შეფარული, დამალული ურთიერთობა ჰქონდა თქვენთან. ეს ადამიანი საკმაოდ კარმული იყო და საკმაოდ, ასე ვთქვათ, დიდი გავლენა მოახდინა თქვენს ცხოვრებაზე. იყო სიყვარული ეს ურთიერთობა, თუმცა დიდი გავლენა მოახდინა თქვენს ცხოვრებაზე და იყო დამალული სხვადასხვა მიზეზების და გამო. და რატო ვამბობ, რომ დიდი გავლენა კარგი ცუდი არ ვაფასებ, იმიტომ რომ ეს ცოტა ისეთი არის, ზოგჯერ ცუდი რაღაცები ბოლოს გამოდის, რომ კარგი ყოფილა, კარგი რაღაცები ჩანს, რომ ნეტარ ყოფილიყო და ცუდი ყოფილა, ამიტომ არ ვაკეთებ ამ შეფასებას, მაგრამ აქ ჩანს, რომ ნახე როგორ თებგაშლილი თოლიებია და თქვენი, ასე ვთქვათ, ლაღი ფრენა, თქვენი ფრთები, თქვენი სიმსუბუქე, ემოციური, ცუდი გაგებით არა, სილაღე, ხო, რაღაცა ისეთ ახალგაზრდული ენერგია, შემდეგ ნახე როგორ ზის მოღვინთილი ჩიტი ტოტზე. აი ესე შეკვეცა თქვენი ფრთები ამ ადამიანის მოსვლამ თქვენს ცხოვრებაში.
რაღაცნაირად ცევდიანი გაგხადათ, რაღაცნაირად გადკინათ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლება შეკვეცა, სილაღე შეკვეცა, რაღაცა ბრწყინვალება შეკვეცა, მისწი როგორი თევზია, თეთრი თევზი. თქვენი შინაგანი სამყარო არ დანგრეულა, თქვენი შინაგანი სამყარო საკმაოდ ნათელია. ასევე არის ჩემ ბავშვობაზე ქონდა ხოლმე ესეთი ნიშანი დენის კაბინებს ჩონჩხი ქვევით თავის ქალა უბრალოდ ქვევით ორი ძვალი ერთმანეთზე გადადებული. ეს მიმანიშნებს იმას, რომ ალბათ გეგონათ, როცა დაშორდით ადამიანს, რომ მოკვდით, გარდაიცვალეთ, თქვენი სული გაყვა, თქვენი ნაწილი გაყვა, კი ბატონო, მის ქვეშ თქვენ ხართ ჩრდილივით, აი ეს როგორი მკაფიო სახეა, ალბათ ხედავთ ხო ყველა. მიღბიან ადამიანს, ხოლო თქვენ ჩრდილივით ხართ გამქრთალი. თითქოს თქვენი თავი დაკარგეთ. ამის შემდეგ ჩანს, რომ ცხოვრება გრძელდებოდა, თავისთავად გრძელდება, ცუდად, კარგად გრძელდება. მაგრამ ეს ცხოვრება რაღაცნაირი ფრაგმენტებივით იყო. აი რაღაც თითქოს არ აეწყო, თითქოს არ დაალაგდა, თითქოს ვიღაცა გამოჩნდა, წავიდა, იმედი ქონდათ, წავიდა, თითქოს ვერ აეწყო ვერაფერი. და თქვენ აი ესე მუხლმოძრეკილი პენელოპასავით რაღაცას ქსოვთ და მიუხედავად ამ ბევრი იმედგაცრუებებისა, ქსოვთ თქვენს ცხოვრებას ქსოვთ და ალაგებთ, ჯიუტად, ძალიან ჯიუტად. ეს ძალიან დიდი რწმენის საკითხია და გილოცავთ თქვენ. ასევე წერია 45 ციფრი, რაც არის სტაბილურ სიახლეს, კარგ სტაბილურ სიახლეს და თქვენ ყავთ ასევე ძალიან კარგი მეგობარი. ამ მეგობარს ან აქვს რაღაცა ეზოთერული ნიჭი, შეიძლება ტარო ეჭირო, შეიძლება ასტროლოგი იყოს, შეიძლება ნუმეროლოგი იყოს, ან აინტერესებდეს, ან მედიტირებდეს, აი რაღაცა მსგავსია, ან არის მორიელის ნიშნის ქვეშ ეს ადამიანი. ამზით მორიელი, ან მთვარით მორიელი, მსგავსი ტიპაჟის ადამიანი არის და ეს ადამიანი ძალიან გეხმარებათ ეს მეგობარი, რომ თქვენი ცხოვრება ნახე ხელს გიწყობთ, ეს აკეთებს ამას, ხელს გიწყობთ, რომ დაგეხმაროთ, რომ ეს თქვენი ცხოვრება, ეს თქვენი ცხოვრების ქსოვა, დალაგება, აი ლამაზ პეპელასავით დაგანახოთ, რომ როგორი კარგი ხარ, როგორი მშვენიერი ხარ, როგორი ლამაზი ხარ, კარგად გამოგდის რა, ანუ აი რაღაცა ესეთი კარგი მხარდაჭერი ადამიანია, ძალიან კარგ მუხტს გაძლევთ ეს ადამიანი. ჩანს, რომ კარმა ძალიან კარგად დაამუშავეთ, ცხადია, ბოლომდე არ არის დამუშავებული, მაგრამ მუშავდება, ასე ვთქვათ, იწვება, ანუ კარგ ხაზზე დგეხართ, კარგ გზაზე დგეხართ, სწორად მართავთ თქვენს ცხოვრებას და ნახეთ პატარა ბავშვი, შიშველი სრულიად, როგორ გამოდის აი ესეთი ჩრდილებიდან, თითქოს აბუტებს ამ რაღაცა კედლებს და გამოდის წინ. ეს არის თქვენი თავი, სუფთა, უბიწო, გულწრფელი, ნათელი, ისეთი როგორიც არის, არ თამაშობს და გამოდის ამზეუროზე. ანუ დამთავრდა ეს რაღაცა. დეპრესიული პერიოდი, დამთავრდა ეს რაღაცა, ქსოვ და არ იქსოვება პენელოპესავით და აი ხა დგავს პირველ ნაბიჯებს, ზუსტად ისეთი, როგორიც არის. აი არანაირად ნიღბების გარეშე, აი როგორც ბავშვები არიან, სუფთა, ჯერ არ იციან რა არის დიპლომატია, შეფარულობა, თამაში, ნიღბები. აი ესე გულწრფელად გამოდიხართ, როგორც შიშველი ბავშვი. ძალიან საინტერესოა, რომ ეს ნიღბიანი ადამიანი აქაც ჩანს, მაგრამ თუ ის ადრე იყო თქვენს ცხოვრებაში, რაც აქ გითხარით, ეხლა მხოლოდ აკორდება, შორიდან დამკვირვებელი არის ეს ადამიანი. საინტერესოა ასევე, რომ ამ დამკვირვების შედეგად გაოცებული გიყურებთ, ხედავს თქვენს წარმატებებს, თუ ამ წუთას არ გაქვთ ეს საჯარო გაშლა, გექნებათ ძალიან დიდი წარმატებები და აი რაღაცნაირად გაყურებული გიყურებს, იმიტომ რომ არ მოელოდა ამ წარმატებას თქვენთან. იმიტომ რომ თქვენ წარსულში საკმაოდ დაუცველი და მოწყვლადი პიროვნება იყავით. ეხლა ძალიან ძლიერი, წარმატებული, საჯარო გაშლა და სხვადასხვა თემატიკაში წარმატებული იქნება და გიყურებთ აი ესე შეჭმოხნული, რომ თუ ეს შენ ხარ, აი ესეთი ემოციით
გიყურებთ. აი ამ სახესა თქვენ შორის, რომელიც დიდ მაღალ კლდეზე დგას, ესე ძალიან ლაღად, იმ სილაღით, რომელიც დაგაკარგვინათ ამ ადამიანმა. აი მათ შორის არის ძალიან დიდი ქორბუ და თეთრი ირემი, რომელსაც თავზე 7-იანი აწერია. აი ზუსტად ამიტომ ამბობ, რომ თქვენ ძალიან კარგად ამუშავებთ კარმულ გაკვეთილებს, ძალიან სწორად მიდიხართ და აი ამ წინაღობებს წარმატებულად ლახავთ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან სწრაფი განვითარება გექნებათ და თქვენს უკან რაღაცნაირი ცეცხლიანთია გიზგიზებს ეს ცეცხლი და ძალიან დიდი შინაგანი ძალა გაქვთ და ენერგია, რამაც ეს ყველაფერი შეგაცლებინათ. ეს რაც შეეხება ყავის ჭიქას, ეხლა მე დავამატებ ტაროს და დაელოდეთ აუცილებლად ვიდეოს ბოლოს დღის შემოთავაზება უნდა გითხრათ, რაც არის ძალიან კარგი შემოთავაზება. იქნება მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, პირველი ადამიანისთვის ეს შემოთავაზება, ანუ დღეს მხოლოდ ერთი ადამიანისთვის იქნება ეს და ნახეთ რა არის. ეხლა კი ვნახოთ, მოდი ვნახოთ რა არის ეს ცეცხლი, რომელიც დავინახეთ, ეს ძალა რაში მდგომარეობს თქვენი ეს ცეცხლი, რომელიც ესეთი ძალას და წარმატებას ძალას გაძლევს და წარმატება მოაქვს თქვენს ცხოვრებაში. ძალიან საინტერესო პასუხი ამოვიდა, აი ძალიან არ ველოდი ამას და ნახეთ რას მეუბნება. თქვენი შიშები, თქვენი წარუმატებლობები, თქვენი ტკივილი, თქვენი ცრემლები, თქვენი კომპლექსები, თქვენი ჩრდილები და რა არის ჩრდილი? ეს არის თქვენში არსებული ნეგატივი, რაც ყველა ადამიანს აქვს და რომელსაც არაფრის დიდებით არ აღიარებენ ადამიანები. თქვენ ამ ყველაფერს გაუწოდეთ ხელი. რომ მე გხედავ, გაღიარებ და ვიცი რომ ხარ და არსებობ და ამ ყველაფერს გაუგზავნე სიყვარულის ენერგია და როგორ გითხრათ, იცით რა უქენით ამ ყველაფერს, როდესაც გეყვარდება აღარ ებრძვი და იმეგობრებ. ანუ ეს შიში, რას ნიშნავს შიშის დამეგობრება, ტკივილის დამეგობრება, გადააქციეთ არა ტანჯვათ ეს ყველაფერი. ეს სევდა, ნაღველი შიში, ნეგატივი ყველაფერი, არა ტკივილად, არა დამალულად, არამედ არა, ესე ღია თუ დაუდეგით პირისწիր, მე შეგხედავ და ეხლა მოდით ვიმეგობროს და მომეცი შენ რესურსი ამ ყველაფრიდან, მომეცი ძალა ამ ყველაფრიდან, მომეცი რაღაც სიკეთე ამ ყველაფრიდან და აი ეს არის ზუსტად ის შედეგი, რაც გაქვთ უკვე ან მიიღებთ. მიიღებთ აუცილებლად ბედნიერ მომავალს და მიიღებთ აუცილებლად პარტნიორულ ასე ვთქვათ, თქვენი ადამიანის პოვნას, პარტნიორში გამართლებას. იცით რატო? იმიტომ რომ თქვენ აღარ ხართ ის ადამიანი, ის მოწყვლადი მშიშარა სუსტი, რომელიც ქრთალ ჩრდილად იქცა წარსულში ურთიერთობის გამო, სასიყვარულო ურთიერთობის გამო, თქვენ ხართ ისეთივე ძლიერი, როგორც ეს დემონი არის, ეშმაკი არ არის ცუდი ამ გაშლაში, ეს არის ძალიან დიდი ძალა, რომელსაც შეუძლია ყველაფერი ცუდი გადაამუშავოს და კარგად აქციოს, ტკივილები ბედნიერებად აქციოს, ცრემლები სიცილად აქციოს, იარების სილამაზედ აქციოს, ყველაფერი შეუძლია გააკეთოს და თქვენი შეწევით. მოდი დავსვათ შემდეგი შეკითხვა. ადამიანი, რომელიც მოვა თქვენთან, თქვენი პარტნიორი, როგორი იქნება ეს ადამიანი? ეს ადამიანი თქვენში ძალიან დიდი ხანია ცოცხლობს. ნახე, რადგან ეს საჯარო გაშლა შეიძლება წარსულიდან მოვიდეს, მაგრამ შეიძლება ეს თქვენი შინაგანი
შინაგანი არაცნობიერებიდან მოვიდეს. ანუ რას ნიშნავს ეს? ესეთი ადამიანი თქვენ წარმოგიდგენიათ, ესეთ ადამიანზე ოცნებობთ, ესეთი ადამიანის არქეტიპში არის თქვენში და კი არა მოდის მორბის ეს ადამიანი, მორბის და მოგიტანთ რაღაცა ძალიან დიდ სტაბილურობას ეს ადამიანი და ძალიან დიდ სიმყარეს და გაგიკვირდებათ, რომ თქვენში არსებობდა, ცხოვრობდა თქვენს ფანტაზიებში, თქვენს სიზმრებში, მსგავსი ტიპაჟი და ეს იქნება ზუსტად ის. მოდი ვნახოთ, რას ფიქრობს ის ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ასეთი ნიღბოსანი იყო წარსულში, ხოლო ეხლა ისევ ნიღაბი აქვს, ოღონდ ნიღაბი აქვს იმიტომ, რომ თქვენ არ შეამჩნიოთ და ისე უთვალთვალებს აკვირდება თქვენს ცხოვრებას. მოდი ვნახოთ მისი ფიქრები თქვენზე. ის იხსენებს თქვენთან გატარებულ ბედნიერ დღეებს და ეს იაფასებს თქვენთან გატარებულ ყველა მომენტს, ყველა სიუჟეტს, ყველა წუთს და წამს, რომ იყო ძალიან ბედნიერი. მარტო თვითონ არა, ორივე იყავით ძალიან ბედნიერები, ლაღები, მხიარულები და მას აქვს ასეთი ნახე განცდა აზრი, რომ მას შეეძლო ყველაფერი გაიკეთებინა, მაგრამ არაფერი არ გააკეთა თქვენთვის. ის გრძნობს, ეხლა გრძნობს, რომ ეს იყო სიყვარული, მაშინ შეიძლება იყო მომენტები, როცა თქვა, რომ არა, ეს არ არის სიყვარული და მიგატოვათ, მაგრამ ეხლა გრძნობს, რომ ეს იყო სიყვარული. ვნახოთ აბა, რას დააპირებს და რას გააკეთებს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში. ჯერჯერობით არ ჩანს, რომ იმოქმედოს ამ ადამიანმა, საკმაოდ, ასე ვთქვათ, სტატიურია, არ მოძრაობს, არ მოქმედებს, მაგრამ რასაც აკეთებს, ეს არის ფიქრები თქვენზე, დადებითი, ძალიან დადებითი ფიქრები. ეს არის აღიარება საკუთარ თავში, რომ თქვენ იყავით ერთადერთი ადამიანი, ერთგული მის ცხოვრებაში, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც აღმერთებდა ის, რომელიც ერთადერთი იყო განსხვავებული დედამიწის ზურგზე და ის ერთადერთი დაკარგა და ერთადერთი ქალი ხართ, რომელიც ანთებს მასში ცეცხლს, სხვამ ეს ვერავინ ვერ შეძლო. ვერ ვიტყვი, რომ რამეს გააკეთებს, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მხოლოდ გააზრება არის. ჯერ არის ამ სტადიაში, რომ იაზრებს ამ ყველაფერს. მას შეეძლო, რომ ყოფილიყო ისევეთივე მეგობარი, ერთგული მოსიყვარულე, როგორც თქვენ, მაგრამ მაშინ იმ დროს ის მეგობარი ძაღლიდან იქცა მტერმგელად. ამას იაზრებს და აქვს ამის სინანული. ესეც ჩვენი ტაროს დამატებითი ინფორმაცია ტაროდან, მადლობა მას, ხოლო ახლა შეპირებული სიურპრიზი დღის შემოთავაზება. მე დღეს მინდა შემოგთავაზოთ მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, მხოლოდ იმისთვის, ვინც პირველი შემეხმიანება. ეს არის ვერცხლის ამულეტი გულის ფორმით, რომელიც მე ვერცხლზე ვისაუბრე, ვერცხლს მიაქვს, აქვს, იზიდავს, ისრუტავს ყველაფერ, ასე ვთქვათ, ნეგატივს თქვენგან, გამოგაცლით, ასე ვთქვათ, ყველაფერ ნეგატივს და გავსებს ქალური ენერგიით, იმიტომ რომ მთვარის ენერგიით იმართება ის, გულის ენერგია აგავსებთ სიყვარულით, მოგიტანთ სიყვარულს, დაცულობას ამ სიყვარულში და გააქტიურდება მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვის და ეს, როგორც თქვი, იქნება მხოლოდ ერთი ადამიანისთვის. დღის შემოთავაზება
მდგომარეობს იმაში, რომ ვინც პირველი დამიკავშირდება და მთხოვს ტაროს და ყავის კონსულტაციას ერთად, მხოლოდ და მხოლოდ 100 ლარი ეღირება და აი ეს უძვირფასესი ორივე ცეპიც და კოლონიც არის ვერცხლი, იქნება ძალიან ძლიერი დამცავი, სიყვარულის მომტანი და ამ სიყვარულის დამცავი თილისმა თქვენთვის. მხოლოდ ერთადერთი ადამიანისთვის. ცხადია, როგორ გამოიყენოს ეს ამულეტი, მე ამას ვეტყვი მას, ვინც გახდება ამის მფლობელი. იჩქარეთ, როგორც თქვი, მხოლოდ ერთისთვის იქნება ეს შემოთავაზება. გისურვებთ წარმატებას, შეგიძლიათ გააზიაროთ ვიდეო, გამიხარდება და გელოდებით შემდეგ ვიდეომდე. თქვენი ნათია შაი. ჩემი ნომერია 591233507. გემშვიდობებით, დროებით მომავალ ვიდეომდე.